ხშირად მესმის შფოთვისა და სტრესის მართვის ტექნიკები არ მეხმარებაო. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია ვის რომელი ტექნიკა გამოადგება, თუმცა ნებისმიერი ტექნიკის გამოყენებისას მნიშვნელოვანია ერთი რამ, თუ პირველად მათ გამოყენებას მხოლოდ ძლიერი შფოთვის, სტრესის, პანიკური შეტევის დროს ვცდილობ, დიდი ალბათობით მათი ეფექტურად გამოყენება გაგიჭირდება, რადგან ნებისმიერ უნარს, მათ შორის ემოციურ რეგულაციასაც ვარჯიში სჭირდება. ერთ-ერთი ტრენერის მაგალითი მახსენდება, წარმოიდგინე, რომ არასდროს დაგიდგავს კარავი და ძლიერ ქარიშხალში ვცდილობ მის აწყობას. როგორ ფიქრობ, რამდენად მარტივი იქნება, ან საერთოდ რამდენად გამოგივა მისი აწყობა? ანუ იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ტექნიკას მშვიდ მდგომარეობაში რეგულარულად ვარჯიშობთ, ჩვენი ნერვული სისტემა მას თანდათან სწავლობს. შედეგად სტრესულ სიტუაციაში აღარ ვიწყებთ ნულიდან, ვიყენებთ იმას, რაც უკვე ნაცნობი, ნასწავლი და ნავარჯიშებია და უფრო მარტივი ხდება მისი გამოყენება. ანუ თუ კარვის აწყობას მშვიდ ამინდში ისწავლი, ქარიშხლის დროსაც გაცილებით გაგიადვილდება მისი აწყობა.